რონდელის ფონდი და რადიო ძველი ქალაქი წარმოგიდგენთ გადაცემათა ციკლს რონდელის ფონდის რადიო მიმოხილვები. ყოველ სამშაბათსა და პარასკევს 14 საათზე რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9-ზე. მოგესალმებით, ეთერშია რონდელის ფონდის რადიო მიმოხილვები, რომელსაც რონდელის ფონდი და რადიო ძველი ქალაქი წარმოგიდგენთ. გადაცემათა ციკლი თვეზე მეტია გადის ჩვენს ეთერში. მიკროფონთან დათო ლიკლიგაძე მუშაობს. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა პრესის თავისუფლება და თანამედროვე გამოწვევები. გადაცემაში სტუმრად გვყავს ექსპერტი კახა გოგოლაშვილი. მოგესალმებით, ბატონო კახა, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვთანხმდით გადაცემაში მონაწილეობაზე. ჩვენი გადაცემის თემა, როგორც გადაცემის ქუთში, რადიო მსმენელებმა მოისმინა, ეს არის დღევანდელი 3 მაისი, პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღე. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ გაეროს განათლების მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა ორგანიზაციამ, იგივე იუნესკომ, ვიცნობთ, რომ ეს 1991 წლიდან დაიწყო ამ დღის აღნიშვნა და აღინიშნება საქართველოშიც. დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოგესალმებით ბატონო დავით, მივესალმები თქვენს მსმენელს. და პირველ რიგში გილოცავთ ამ პრესის დღეს, რადგანაც თქვენ ხართ ერთ-ერთი სტაჟიანი წარმომადგენელი. დიდი მადლობა. ღრმესი მადლობა. რომელმაც შეიტანა საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი, თქვა მთლიანად საქართველოში მედიის და თავისუფალი სიტყვის, ესე ვთქვა, მხარდაჭერაში. უღრმესი მადლობა ამ შეფასებისათვის. ჩვენი რადიო ნამდვილად 22 წლის წინ დაარსდა და ერთ-ერთ თავისუფლების კუნძულად ითვლება ქუთაისში და დასავლეთ საქართველოში. კი ბატონო, და გილოცავთ კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. ეხლა რაც შეეხება ამ დღის მნიშვნელობას, მე მგონია, რომ სოფლიოში დღეს პრესა, მედია, საერთოდ მთლიანად აი კომუნიკაციის საშუალებები, რომელთაც ინფორმაცია მიაქვთ ადამიანებამდე და არა მარტო ინფორმაცია მიაქვთ უბრალოდ, არამედ ხელს უწყობენ მის ანალიზს, მის დამახსოვრებას, ადამიანებს შორის ურთიერთობებს ავითარებენ და რა თქმა უნდა ზეგავლენა აქვს პრესას და მედიას მთლიანობაში ზეგავლენა აქვს საერთოდ ყველაფერზე, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა მიმართულებაზე. ყველასთვის ცნობილია მისი გავლენა პოლიტიკაზე, მისი გავლენა პროფესიულ, ესე ვთქვათ, სხვადასხვა სფეროებზე და მათ განვითარებაზე. მთლიანობაში მშვიდობის მიმართულებით, ვთქვათ, მშვიდობაზე, თანამშრომლობაზე მისი გავლენა და ასე შემდეგ. სოფლიოში, რეგიონში, ქვეყანაში და ქვეყნის ყველა კუთხეში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ადამიანებისთვის დღეს მე მგონი პრესა გახდა, ესე ვთქვათ, უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი, ან უმნიშვნელოვანესი საქმიანობა, ნაწილი მათი ცხოვრებისა. პრაქტიკულად წარმოუდგენელია დღევანდელი ადამიანი ამის გარეშე და ნამდვილად საჭირო არის ამის აღნიშვნა, გახსენება, იმიტომ რომ საჭიროა ჩვენ ერთი დღე მაინც აუკვირდეთ და ვიფიქროთ იმაზე, თუ რა შრომა არის, რა საქმიანობა არის, რამდენად მნიშვნელოვანია, როგორი მხარდაჭერა ჭირდება პრესის თავისუფლებას და რას გვაძლევს ის, ხო? აი ამაზე ფიქრი წელიწადში ერთხელ მაინც ძალიან საჭიროა კაცობრიობისთვის. კი ბატონო. მე მივესალმები ამ დღის, ესე ვთქვათ, არსებობას და ამ დღის აღნიშვნას. ბატონო კახა, თქვენ როგორც ექსპერტი, რა შეფასებას მიწემთ პრესის თავისუფლების ინდექსს საქართველოში? ის რამდენად იზრდება, უარესდება, კარგი ხდება, დასახვეწია, რა პრობლემების და გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქართული მედია? დღესდღეობით საქართველოს ინდექსი, ყველაზე ესეთი ავტორიტეტული, სოფლიო პრესის ინდექსის მიხედვით, World Press Freedom Index, რომელიც პრესის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო, ეხლა იმის თქმა, რომ ის არის მე-60 ადგილზე, ეს შეიძლება არაფერს არ გვაძლევს. 180 ქვეყანას შორის მე-60 ადგილზე არის საქართველო. უფრო ზუსტად რო გავიგოთ სად ვართ, ანუ უფრო ასოციაციურად, ესე ვთქვათ, რაღაცნაირად რო გავიგოთ, ვიტყვით, რომ აღმოსავლეთ ევროპაში დაახლოებით იგივე დონეა პრესის თავისუფლებისა. მე ვამბობ იმ აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც უფრო ევროპის ნაწილია უკვე პოლიტიკურათაც.
იმიტომ რომ რუსეთიც აღმოსავლეთ ევროპა არის, მაგრამ რუსეთში პრესის თავისუფლება ძალიან დაბალ დონეზეა. ეს მსოფლიო ესე ვთქვათ ინდექსების მიხედვით და საქართველოში არის დაახლოებით იგივე დონეზე, რაც მაგალითად დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში თქვენ წარმოიდგინეთ პოლონეთზე წინა ვართ, უკრაინაზე ცოტათი წინ ვართ, ასევე სომხეთი ჩვენს შემდეგ არის, მაგრამ ახლო სომხეთში ამოიწია, რა თქმა უნდა, ინდექსმა მას შემდეგ, რაც შეიცვალა დემოკრატიული ვთქვათ ხელისუფლება მოვიდა სომხეთში, ხალხის მიერ არჩეული და შედარებით გათავისუფლდა პრესა სამთავრობო წნეხისაგან. მსოფლიოში შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ არც თუ ისე ცუდი პოზიციები გვაქვს, მაგალითად ეხლა რაც უნდა გასაკვირი იყოს, იაპონია ჩვენს მერე არის, სადღაც 66 არის თუ არ ვცდები პრესის ინდექსში. და რა თქმა უნდა, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები და განსაკუთრებით ჩრდილოეთ ევროპა არის ჩვენზე წინ. სკანდინავიის ქვეყნები, გერმანია, დანია, ფინეთი, ირლანდიაც მათ შორის და რა თქმა უნდა, შემდეგ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, ისინი არიან ჩვენზე წინ, რა თქმა უნდა, თავისუფლების ინდექსი, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს არის უკვე ძალიან ძველი დემოკრატიის ქვეყნები, სადაც დემოკრატია ვითარდება უკვე რა ვიცი, ზოგან საუკუნე ნახევარია და კიდე მეტი და ინტენსიურად შეიძლება ითქვას როგორც მინიმუმ 100-80 წელი, რაც ინტენსიურად ვითარდება დემოკრატია ამ ქვეყნებში. მე ვიტყოდი რომ აი დემოკრატია ტყუილ არ ვახსენე, დემოკრატია და პრესის თავისუფლება ეს ორი განუყოფელი ცნება არის. მე მგონი დემოკრატიის შეფასება ქვეყანაში ხდება ერთ-ერთი პირველი, ადამიანის უფლებებთან, საერთო უფლებებთან ერთად, რა თქმა უნდა, ესეც ადამიანის უფლებების ნაწილია, გამოხატვის თავისუფლება და პრესის თავისუფლება უზრუნველყოფს, რა თქმა უნდა, ადამიანის სამუფლებას. მაგრამ სხვა ადამიანის უფლებებთან ერთად პრესის თავისუფლება არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოხატულება დემოკრატიის და ესეც ჩანს, რომ ჩვენ არა ვართ პირველები და არა ვართ ჯერჯერობით საუკეთესო, ესე ვთქვათ, პრესის თავისუფლების ინდექსითაც, თუმცა ისევე როგორც დემოკრატიის განვითარებაში ჩვენ ვართ ჯერჯერობით მაინც ჰიბრიდული რეჟიმის მქონე ეგრეთ წოდებული, დემოკრატიის გზაზე მდგარი, მაგრამ ჯერ არ შემდგარი სრულად დემოკრატია. ასევე შეიძლება ითქვას, რომ პრესის თავისუფლების ინდექსიც აჩვენებს იმას, რომ საქართველოში არის პრესის თავისუფლება, მაგრამ არის ძალიან ბევრი კიდე გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჩვენ მივახციოთ აი ამ ჩემს მიერ ჩამოთვლილი ქვეყნების დონეს. კი ბატონო კახა, არსებობს ასეთი გამოთქმა, ტელევიზორს საერთოდ არ ვუყურებ, თუ რაიმე მაინტერესებს, ინტერნეტით ვიგებ. საერთოდ მგონია, რომ რაც უფრო პოპულარულია, ხელისუფლება მას უფრო აკონტროლებს და ამის მაგალითია ტელევიზიები, რადიო, პრესა. არ არის გრძელვადიანი საქართველოში და მათი მიმართ ყურადღებაც ნაკლებია. ეთანხმებით ამ მოსაზრებას? შეიძლება ითქვას, რომ უკვე თანდათან გადადის ტრადიციული მედიის როლი. რა თქმა უნდა, კონკურენციას აქვს ადგილი და რაღაც სეგმენტებში შეავიწროვა ტელევიზიაც და რადიოც ინტერნეტმა თავისთავად. და ეს ნორმალური მოვლენაა, ხა პროგრესი ითხოვს სულ ახალ და ახალ საშუალებებს, მაგრამ მე მგონია, რომ არც რადიო და არც ტელევიზია არ არის ის საშუალებები, რომლებიც გადაშენდება, რომელთაც უწერიათ გადაშენება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ორივე უფრო მეტად თანმიმდევრულ და დამუშავებულ ინფორმაციას იძლევა და გადაცემები, რომლებიც სპეციალურად მზადდება, გნებავთ ტელევიზიით და გნებავთ რადიოით, ჩემის აზრით, მათზე მუშაობს დიდი კოლექტივი, როგორც წესი, გამოცდილი ჟურნალისტების, პროდიუსერების, მსახიობების ზოგჯერ და ასე შემდეგ, რომლებიც ცდილობენ, რომ გადაცემა მაქსიმალურად ყველა თვალსაზრისით გააკეთონ, როგორც მიმზიდველი, ისე ინფორმატიული, ისე დახვეწილი, შეცდომებისგან რაღაცნაირად დაცლილი და ეთიკური სტანდარტებით. ეთიკური სტანდარტებით, რაც შეიძლება ინტერნეტში ვერ მოთხოვ. და ასე შემდეგ და რა თქმა უნდა ეს მთელი ხელოვნებაა. ეხლა ჩემის აზრით
რადიო გადაცემები, გინდათ საინფორმაციო გადაცემა რო იყოს და გნებავთ ტელევიზიის გადაცემების, ეხლა უკვე აყვანილია ხელოვნების, ესე ვთქვათ, რანგში, უბრალოდ ის რომ შენ ინფორმაციას გადაცემ და სწორ ინფორმაციას მოიპოვებ და გადაცემ, ეს აღარ არის საკმარისი. იქ რეჟისურაც არის და ყველაფერი არის იმისთვის, რომ გაამახვილოს უფრო ყურადღება რაღაც აქცენტებზე და მეტად დაამახსოვროს ასევე ასე ვთქვათ, სმენელს რაღაც ინფორმაცია, რაღაცა ესე ვთქვათ, გადაცემული სიუჟეტი, ასე რომ ეს ვითარდება ჯერ კიდევ მე ვერ ვიტყვი რომ ვთქვათ ამოწურვა ტელევიზიამ და რადიომ თავისი როლი. ინტერნეტი რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ მომავალში ალბათ გაჩნდება რაღაც ჰიბრიდული საშუალებებიც, როდესაც ინტერნეტი და ტელევიზია და რადიო, თუმცა უკვე არის ეს მულტიმედიური კონტენტი პრაქტიკულად. ამ სიმბიოზს ჩვენ ვხედავთ, ასე რომ შეიძლება ესე, მაგრამ თავისი ადგილი ამ ორ ეს ვთქვათ საშუალებას ყოველთვის ექნება. მე ესე მგონია, არა იმიტომ რომ მე ვთქვათ ახალგაზრდა აღარა ვარ და მიჯაჭულია ჩემი რაღაც ცნობიერება კონსერვატიულ საშუალებებზე. მე მგონია რომ ისევე როგორც ვთქვათ ბეჭდვითი პრესაც არ დაკარგავს თავის მნიშვნელობას და გამოცემები არასდროს, თუმცა შეიძლება შემცირდეს აუდიტორია. ეს ახლა ამას ვერსად ვერ გავექცევით. შესაძლებელია აუდიტორია შემცირდეს, მაგრამ დარჩება ის აუდიტორია, რომელთაც ზუსტად ეს ყველაზე მნიშვნელოვანია და საჭიროა რაღაც მომენტში. ასე რომ კონკურენცია თავისას იზამს, რა თქმა უნდა, მოხდება გადანაწილება აი ამ ყურადღების, მოსახლეობის და მოსახლეობის პრიორიტეტების, მაგრამ არა გაქრობა ამ საშუალებების არავითარ შემთხვევაში. პირიქით, უფრო დაიხვეწება და უფრო მეტად კომბინირებული და მეტად რაღაც საინტერესო გახდება ალბათ მომავალში. აბსოლუტურად გეთანხმებით, იმიტომ რომ დაუშვათ ჩვენ ვიცით ესეთი მაგალითებიც ხო, როცა კინო შეიქმნა, ყველას ეგონა რომ თეატრი დაიღუპებოდა, როცა ტელევიზია შეიქმნა, ეგონათ რომ კინო ინდუსტრია დაიღუპებოდა, პირიქით უფრო მოაძლიერეს ერთმანეთი. გეთანხმებით აბსოლუტურად. ჩემი შემდეგი შეკითხვა ასეთი იქნება, ბატონ კახა, როგორია დღევანდელი მედიის სახე კრიტიკულ სიტუაციაში? ეს ამნიშნულოვანი შეკითხვაა დღეს პანდემიის პირობებში. დაუშვათ როგორ მოიქცა მედია, შეუწყო თუ არა ხელი პირიქით ცნობიერების ამაღლებას თუ პირიქით მეტად ხელი შეუწყო რაღაცა პანიკის დათესვას, იმიტომ რომ ამ კრიტიკულ სიტუაციაში ჩვენ მედიას უწევდა იგივე გამოცდის ჩაბარება, ცხინვალის მოვლენების, აგვისტოს ომი, სხვადასხვა ჩვენი სამოქალაქო დაპირისპირებები და რუსეთთან მათ შორის არაერთი წამოწყებული ომი ბოლო 20 წლის და 30 წლის მანძილზე. აი პანდემიის დროს როგორ შეაფასებთ მედიის მუშაობას? დიახ, პირველ რიგში აღნიშნავდი რომ ჩვენთვის ბევრად უფრო მძიმე იქნებოდა, რა თქმა უნდა, ამ პანდემიის, ესე ვთქვათ, გადატანა, ჯერ არ არის გადატანილი, ესე ვთქვათ, წინასწარ ვილაპარაკებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დიდი დრო გავიარეთ ესე ამ პირობებში და ხედავთ უფრო რაღაც ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს იმისა, რომ ჩვენ გამოვალთ ახლო მომავალში, ესე ვთქვათ, ამ ვითარებიდან. ბევრად უფრო რთული იქნებოდა ჩვენთვის ყველასთვის და მოსახლეობისთვის ამის ყველაფრის გადატანა, რო არ ყოფილიყო მედიის ძალიან აქტიური მუშაობა, რო არ ყოფილიყო გაშუქებული ყველაფერი პრაქტიკულად. მე ვიტყოდი, რომ ძალიან ბევრი ისეთი საკითხიც კი, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება რაღაც გამიზნულათაც იფარებოდა, იმალებოდა, მაინც მით უფრო ისევ ხვდებით, ანუ მომზადებული ხვდებით ამ სირთულეებს და მით უფრო ნაკლები შიში გვაქვს, ხო? აი ამაში მედია რა თქმა უნდა ძალიან დიდი როლი ითამაშა. ეხლა რაც შეეხება სისუსტეებს, სუსტხარეებს, რა თქმა უნდა, ამჩნევ ადამიანი, რომელიც ვთქვათ სკრუპულოზურად ხარ შეჩვეული, მაგალითად მე მკვლევარი ვარ, ხო? და ვცდილობ რომ ყველაფერი მაინც უფრო ზუსტად ვიცოდე, გამოვიკვლიო, ემოციებს არ ავყვე და ასე შემდეგ, ამიტომ გნებავთ ამ კოვიდთან დაკავშირებით, სულ ინტერნეტიდან ვიღებდი ძალიან ზუსტ მონაცემებს და ვადარებდი ანალიზს, ვაკეთებდი ჩემთვისაც. იმისთვის რომ მეტი ინფორმაცია მქონდა. ხშირად ხედავდი რაღაც უზუსტობებს, მაგალითად ტელევიზიით გასულს, განსაკუთრებით, შეფასებები ცოტა მოგვიანებულ, მაგალითად, როდესაც რაღაც ქვეყნებში საერთაშორისო, რაც შეეხება საერთაშორისო იმას სიტუაციას.
მაგალითად ერთი დღით და გვიანებით გაშუქებული ინფორმაცია და ეს ერთი. მეორე მაგალითად ხშირად იყო პანიკური ტონიც. ესეც ჩემი აზრით ცოტა შეცდომა იყო ჟურნალისტების მხრიდან ცდილობდნენ რომ რადგან შეჩვეულია ჩვენი პრესა, კონკრეტულად ქართული პრესა შეჩვეულია იმას, რომ მოსახლეობა უნდა მიიზიდოს რაღაც პანიკური ტონით და არა მარტო ინფორმაციით, არამედ ტონით. აი ეს ტონი თითქმის ყველა ტელევიზიაზე იყო ყოველთვის ძალიან დამძაბავი და პანიკური და ძალიან მცირედ ამბობდნენ ან ესე იცით როგორ აი ძალიან მოკლედ იტყოდნენ რომ სადღაც რაღაც გაუნჯობეს და სადღაც რაღაც კარგი ტენდენცია, მაგრამ ძირითადი აქცენტი მიდიოდა იმაზე, რომ აი ძალიან ცუდი ვითარება მსოფლიოში და რაღაც. მე მგონია, რომ ეს მიდგომა ცოტა ის იყო, იმიტომ რომ მე ხა საერთაშორისო პრესასაც უყურებ და ესე არ ხდებოდა ეს არც ვთქვათ ცნობილ ამერიკულ არხებზე და სხვა შორის არც ევროპულ არხებზე და არც პრესაში, იმიტომ ის ძალიან ზუსტად რეაგირებდნენ, როცა რაღაცა დადებითი ხდებოდა და დადებიც და უარყოფით ერთნაირად აფასებდნენ, ანუ არ იყო იმის მცდელობა, რომ აი უფრო ესე ვთქვათ მეტად გაამუქონ სიტუაცია. ხო და ეს აი ამაში არხები ხშირად ეჯიბრებიან ერთმანეთს, რაც დასანანია და ჩემსაც გამოსასწორებელია. მაგრამ მე მგონი მათი ბრალიც არ არის, იმიტომ რომ მოსახლეობაში არის გავრცელებული ესეთი კულტურა, რომ მოსახლეობა თვითონ ახალ ამბებში ეძებს რაღაც დრამატულს და ეძებს რაღაც ისეთს, რომელიც ადრენალინს აუწევს და დაძაბავს. და რა თქმა უნდა, არხებსაც როგორც ვთქვათ, მათი მარკეტინგული იმით გათვლებით და მათი მარკეტინგული იძლევა ამ შედეგებს, მათი მარკეტინგული კვლევა, რომ აი ესეთი ტიპის ინფორმაცია უფრო აინტერესებთ და უფრო უყურებენ და უფრო უსმენენ. მე მგონი აი ეს ორმხრივად არის, ანუ საზოგადოებრივი მიდგომებიც უნდა შეიცვალოს და პრესამაც უნდა რაღაცნაირად გამოასწოროს აი ეს თავისი მიდგომა, რომელიც აი სიტუაციების დრამატიზაციაზე არის გათვლილი. აი ამას ვიტყოდი როგორც შენიშვნას, მაგრამ ისე მთლიანობაში არ მინდა არავითარ შემთხვევაში დავაკნინო როლი არც ტელევიზიების და არც რადიოსი და არც ერთი, ასე ვთქვათ, მასმედიის საშუალების როლი აი ამ იმაში, ამ სიტუაციაში. პირიქით, ძალიან დაგვეხმარა ყველაფერი ეს იმაში, რომ გადაგვეტანა კრიზისი უფრო შედარებით მარტივად. კი ბატონო, ბატონ კახა, პროპაგანდაზეც რომ ვისაუბროთ, თორსა ჩვენ საუბრობთ ცრუ პროპაგანდაზე, ამ საფრთხეებზე, რასაც მედია წიგნიერების ნაკლებობის გამო მშვენივრად და ესე ვეგებით უყველა საზოგადოება, ნუ დიდია მედიის როლი ამ დროს, ერთი კარგათაც და ცუდათაც. რამდენად არის ჩვენი მედია დაცული იმისგან, რომ არ გახდეს პროპაგანდის მსხვერპლი? ნუ თავიდან არა მარტო ჩვენს ქართულ მედიას, არამედ მთლიანად ყველა დემოკრატიული ქვეყნის მედიას გაუჭირდა გამკლავება რუსულ პროპაგანდასთან. იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, მედია არ იყო მომზადებული ტყუილების ტირაჟირებისთვის, ხო? ან ტყუილებთან დასაპირისპირებლად, ანუ მედია განვითარდა ისეთნაირად, აი დემოკრატიულ ნორმალურ სახელმწიფოებში და მათ შორის ჩვენთანაც განვითარდა იმ მიზნით, რომ მოიძიოს მაქსიმალურად ფაქტები და გააშუქოს. შეიძლება ხანდახან ხდება რაღაცის გამუქება და ძიება, ვთქვათ, უფრო ისეთი ინფორმაციისა, ვთქვათ, სკანდალური ინფორმაციების და ასე შემდეგ და მათ მიერ დაჭრდილვა რაღაც სხვა ობიექტური იმების და ეს ხდება, მაგრამ ეს ნორმალურია. მაგრამ არ იყო მედია მზად აი ამ ტყუილების, ესე ვთქვათ, გასაშიფრად. ამას თქო თავისი უზარმაზარი რაღაც ისჭირდება, ინსტრუმენტები ჭირდება, რომ გაშიფრო ყველა მოსული რაღაც არასწორი ინფორმაცია და ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ხშირ შემთხვევაში, ახლა მაგალითად რუსეთზე ინფორმაციას, ან ვთქვათ, ყაზახეთზე ან ჩინეთზე ინფორმაციას ან შეიძლება სხვა რეგიონებზე, აი ინდოეთში მაგალითად რა ხდება და აფრიკაში რა ხდება, თუ არ ქონდა თქვა საკუთარი არხები ინფორმაციის მიწოდების, შეიძლება იყენებდნენ თქვა რუსულ არხებს, ხო? ინფორმაციისა, საინფორმაციო არხებს, ხო? და ესე იგი ტყუილები ძალიან ბევრი და ესეთი გაყალბებული ინფორმაცია აი შემოდიოდა პირდაპირ ჩვენს იმაში, ჩვენს მედია სივრცეში.
აი ესეთი არაპირდაპირი, ვთქვათ, გამოყენებით სხვა მედია საშუალებების, მათ შორის რუსული და არა მარტო ეს წარმოიდგინეთ, რომ რუსეთმა მოახერხა ის, რომ ევროპაში, ამერიკაში და მსოფლიოს სხვა წერტილებში საკუთარი მედია საშუალებები დააარსა, რომლებიც იქიდან ავრცელებდნენ ტყუილებს. ანუ შვილ შემთხვევაში ძნელი იყო იმის დადგენა და ჩვენი პრესის წარმომადგენლებისთვისაც იმის დადგენა თუ საიდან მოდიოდა ეს ინფორმაცია, რუსული მოგონილი ფეიკი იყო რაღაც თუ ვთქვათ ამერიკაში მოპოვებული რაღაც ინფორმაცია. და აი ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ართულებდა თავიდან ყველას გაუჭირდა, იგივე ამერიკელებსაც, ევროპელებსაც და ნელ-ნელა მსოფლიო უკვე უმკლავდება ამას, იმიტომ რუსეთმა წამოიწყო საინფორმაციო ომი გაუფრთხილებლად პრაქტიკულად. ანუ ომს როცა იწყებენ, ჯერ ამზადებენ ხო, რაღაც ნიშნები აქვს ამას, რაღაც და ხანდახან გამოცხადებაც ხდება. წინა საუკუნეებში ეგ ითვლებოდა ეთიკურ ნორმად, რომ ომი უნდა გამოგეცხადებინა, ისე არ შეიძლებოდა თავდასხმა სხვა სახელმწიფოზე, ხო? ხო და იმან გამოუცხადებლად დაუწყო ომი პრაქტიკულად ყველა მთელ დემოკრატიულ სამყაროს. მაგრამ ეხლა შეიძლება ვთქვათ, რომ სულ უფრო მეტად და მეტად ვაკვირდები და ვხედავ, რომ ჩვენი მედია უკვე უმკლავდება ამ ესე ვთქვათ, ესეთი სახის ინფორმაციების ან განეიტრალებას, ან კარანტინში ჩასმას ყოველ შემთხვევისთვის და შემდეგ ესე ვთქვათ, მკურნალობას. ვიტყოდი, მკურნალობა არის, როდესაც შენ ადამიანებს, რომელსაც ტვინები აქვთ ესე დახუნძლული ამ ვირუსებით და გამჯდარი აქვთ თავიანთ გონებაში უკვე სუსხანაირი მოდელები მოგონილი რაღაც ისინი ფეიკები ამას სჭირდება მკურნალობა და ისევ საინფორმაციო მკურნალობა ახსნა განმარტება ანალიზი ეს უფრო მეტი და მეტი არის ჩვენს მედიაშიც მათ შორის და მე ამას მივესალმები და უკვე კარგად გამოჩნდა და ხალხიც მოსახლეობამაც დაიწყო ერკვევიან უკვე ნელ-ნელა იმ წუთში ხვდებიან, როცა ეს რაღაც საინფორმაციო ვირუსია და არა ფაქტი. ანუ უკვე ამის გარკვევაც დაიწყო თვითონ მოსახლეობა. ეს არის ნიშნავს, რომ იმუნიტეტი უჩნდება მოსახლეობას ამ ესეთი საინფორმაციო ვირუსების მიმართ, რომელიც მოდის. მაგრამ ამაში უმთავრეს როლს, აი ისევე როგორც ექიმები თამაშობენ უმთავრეს როლს, ვთქვათ, მაინც მკურნალობაში, მიუხედავად იმისა, ვთქვათ, მაგალითად კოვიდის მკურნალობაში, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თვითონაც ვიცავთ და რაღაცნაირად უკვე ვიცით რანაირად დავიცვათ ჩვენი თავი, ისევე მედია და პრესა უნდა თამაშობდეს და შეიძლება ითქვას, რომ უკვე ნაწილობრივ თამაშობს ამ როლს და ნელ-ნელა იკრებს ძალას, ანუ ექიმების როლს პრაქტიკულად, რომლებიც ცდილობენ, რომ მოსახლეობა გაწმინდონ აი ამ შემოსული პროპაგანდისტული არასწორი საინფორმაციო რაღაც ცნებებისგან, მოდელებისგან და შეხედულებებისგან, ხო? ეს მარტივი საქმე არ არის. და აქ ჭირდება, მე მგონი, ძალიან დიდი კავშირი მედიასა და ვთქვათ think tank-ებს შორის, ანუ მკვლევარებს შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის, მათ შორის სახელმწიფო უწყებებს შორის, სახელმწიფო უწყებებთანაც ურთიერთობა, კონკრეტულად ის დანაყოფები, რომლებიც მუშაობენ სპეციალურად დეзинფორმაციის წინააღმდეგ. ანუ აქ ერთობლივი რაღაც მუშაობა არის საჭირო და ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო. იმისთვის, რომ მედიამ საბოლოო ჯამში ითამაშოს მართლა წამყვანი როლი აი ამის ყველაფრის ნეიტრალიზაციაში. ბატონო გახა, როგორია დღევანდელი მედიის გახსნილობა და ხელმისაწვდომობა სახელმწიფო სტრუქტურებიდან, გნებავთ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დროს, რამდენად გახსნილია მთავრობა, თუნდაც წინა ხელისუფლებასთან შედარებით, რა ვიცი, თუნდაც ზოგადად, რამდენად არის დღეს ხელმისაწვდომი მედიისგან ინფორმაცია? ნუ ჩვენ კარგად ვიცით, რომ ინფორმაცია სრულად გახსნილი არ არის. მე ეხლა კანონით არის გახსნილი და თუ ჩვენ გამოვითხოვთ რაღაც ოფიციალურ ინფორმაციას, ამ ინფორმაციას ვერ დაგვიკავებენ და რა თქმა უნდა მედია საშუალებებს აქვთ უნარი რომ ან რამდენად სრულყოფილი ეს ინფორმაცია შეიძლება არ დაგიკავონ ხო შეეხება სრულყოფილებას რა თქმა უნდა აქ მოიკოჭლებს ეს ყველაფერი ერთი მეორე ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს რა თქმა უნდა რაღაც ინფორმაციის დამალვას ну ეს არ არის როგორც წესი რაღაც დოკუმენტირებული ინფორმაცია, მაგრამ შეიძლება დაიმალოს რაღაც. მაგალითად, მოხდა რაღაც კრიმინალური ფაქტები, რომლის გამჟღავნებას მანდამაინც არ არის, ვთქვათ, სასურველი რაღაც
პოლიტიკური მიზეზების გამო ან სხვა მიზეზების გამო ან შეიძლება სადღაც არ არის კარგი მდგომარეობა რომელიღაცა სამინისტრო ვთქვათ ვერ ასრულებს რაღაც გეგმას ან რაღაცა ხარისხიანად არ გაკეთდა და თავიდან იხარჯება ფული იმას და ასე შემდეგ ანუ მთავრობიდან მაქსიმალურად რა თქმა უნდა ხდება ესეთი ინფორმაციების ცდელობა რომ დაიფაროს იმიტომ რომ ძალიან მწვავე კრიტიკა მოდის იმ წუთში არასამთავრობოებიდან კიდე თავისთავად, მაგრამ კიდე უფრო რა თქმა უნდა სხვა პოლიტიკური ძალებიდან და ჩვენთან აი ამ მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების პირობებში ყველა ცდილობს ინფორმაცია მაქსიმალურად დამალოს და პირველ რიგში რა თქმა უნდა მართველი ძალა მე არ მომავალ რომ ყველანაირი ინფორმაციას მალავს, მაგრამ ხშირ შემთხვევებში მაგალითად შეიძლება ვნახოთ ესეთი სურათი, რომ ზოგიერთი მედია საშუალებები გადმოცემენ რაღაც ინფორმაციას და სხვა მედია საშუალებები, რომლებიც ესე თუ ისე გავლენის ქვეშ არიან სამთავრობის მხრიდან, ან მმართველი ძალის მხრიდან, საერთოდ არ ახსენებენ ამ ფაქტებს, ხო? ამავე დროს, თქვათ, მეორე მედია, იმასაც მოდით გავუსვათ ხაზი, ცდილობს, რომელიც თქვათ, უფრო ოპოზიციურ ძალებს უჭერს ხარს, ცდილობს ფაქტების ცოტა კიდევ უფრო დამძიმებას, ვიდრე რეალურად ისინი არის, ხო? საერთოდ და მაყურებელს და მსმენელს უწევს თვითონ ანალიზის კეთება იმისთვის, რომ დაადგინოს სად არის სიმართლე და როგორც წესი სიმართლე სადღაც შუაშია ხოლმე შემდეგ. ანუ ეს ჯერ რაღაც დაუხვეწელობაა. თქვათ ისე რომ დასავლეთშიც და ცნობილ დემოკრატიებშიც განსხვავდება სხვადასხვა მედიების მიერ ინტერპრეტაცია ინფორმაციის მაგალითად თქვათ თუ ამერიკის პრეზიდენტმა თქვა რაღაცა სასაცილო შეიძლება ითქვას დაკავშირებით იმასთან თუ რითი უნდა იმკურნალონ აი ამ ვირუსებისგან სულ ახლახან თქვათ ერთი მედია ამას ცდილობს გაამართლოს როგორც თქვათ მის მიერ გამოთქმული სარკაზმი მაგალითად რესპუბლიკელების ხარდაჭერი მაგალითად Fox News-ი და დემოკრატების ხარდაჭერი CNN-ი კიდე ამას აშუქებს როგორც პრეზიდენტის მორიგ ბრჭყალებში სისულელეს, ხო? ანუ აქ გასაგებია რომ დასავლეთშიც არის ეს, მაგრამ თვითონ ფაქტი არავის არ დაუმალავს, რომ ეს მან თქვა, ხო? ხო და აი ჩვენ რა თქმა უნდა როგორც მინიმუმ ესეთი სტანდარტი გვჭირდება, სადაც ყველა ფაქტი მაგალითად თუ ვიღაცა თუ გაძარცვეს ან სადღაც თუ რაღაც ჩავარდა რაღაც პროექტი ან სადღაც რაღაც ცუდად გავაკეთეთ ან რაღაცა ყველაფერი ეს როგორც ფაქტი უნდა იყოს გამომზეურებული. სხვა საქმე არის, როცა ეცდები რა თქმა უნდა ამის ინტერპრეტაციას და გამართლებას ამ პირიქით ასე ვთქვათ ამაზე აწყობას შენი შეტევის ეს უკვე სხვა საკითხია და აქ უკვე პოლიტიკური გემოვნებაზეა დამოკიდებული თვითონ მსმენელის, მაგრამ ფაქტი უნდა აუცილებლად კონდეს. აი ეს ჯერჯერობით მე ვიტყოდი, რომ ჩვენ ამაში სრულად ესე ვთქვათ დახვეწილი მედია საშუალებები არ ყავს. კი ბატონო, მე მაინც მგონია რომ და მგონია და ალბათ ასეც არის პრესის თავისუფლება, არა მარტო პრესისთვის და საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი, თვით ხელისუფლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიულ ხელისუფლებაზე როცა ვსაუბრობთ. ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა, ბატონ კახა, მოდი კიდევ ერთხელ მივულოცოთ ქართველ ჟურნალისტებს, მარტო ჟურნალისტებს არა, ზოგადად მედიის წარმომადგენლებს, ნებისმიერ ადამიანს დღევანდელი დღე და დაგემშვიდობოთ გვინდა. კი ბატონო, ნამდვილად გულით ულოცავ ყველას. მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენთვის იმდენად მნიშვნელოვანია და არა უბრალოდ მნიშვნელოვანია, არამედ თითქოს ოჯახის წევრები არიან ჟურნალისტები და საერთოდ მედიაში მომუშავე ადამიანები. მათ ყოველ დღე შემოაქვთ ჩვენთან რაღაც ისეთი აი საკვები, ესე ვთქვათ, ჩვენთვის სულიერი საკვები, რომლითაც ჩვენ შემდეგ ცოცხლობთ და ცხოვრობთ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მათ უკეთეს პირობებში იმუშაონ, უფრო მეტი შესაძლებლობები ჰქონდეთ, მეტად დაფასებული იყოს მათი შრომა, აი ამას ვისურვებდი, მეტი საშუალება ჰქონდეთ ტრენინგის, განვითარების და ესე ვთქვათ, ვისურვებდი, რომ ჩვენი მედია გახდეს საერთაშორისო არენაზე სამაგალითო და ყველასთვის მისაბაძი ესე ვთქვათ მედია, პრესა და საინფორმაციო საშუალებები.
კი ბატონო, გიერთებით სურვილებში, დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გადაცემაში მონაწილეობისათვის. კარგად ბრძანდებოდეთ ბატონო კახა. დიდი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეთ. ჩვენი გადაცემა ამით დასრულდა. შეგახსენებთ სტუმრად გვყავდა ექსპერტი კახა გოგოლაშვილი, რომელმაც პრესის თავისუფლების საკითხებზე ისაუბრა. ეს იყო რონდელის ფონდის რადიო მიმოხილვები, რომელსაც მე დათო ლიგლიგაძე უძღვებოდი. ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით. რონდელის ფონდი და რადიო ძველი ქალაქი წარმოგიდგენთ გადაცემათა ციკლს რონდელის ფონდის რადიო მიმოხილვები. ყოველ სამშაბათსა და პარასკევს 14 საათზე რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9-ზე.